გამარჯობა, დღეს განსაკუთრებული ეპიზოდი გვაქვს, ჩვენი სტუმარია გიორგი გვარჯალაძე, გვაჯი იგივე, მუსიკალური პროდიუსერი, კიდე ბევრი რეგალია გაქვს მუსიკალურ სამყაროში. ქართველი Quincy Jones-ი მე ესე დავარქმევდი. იქამდე სანამ დავიწყებთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მუსიკალური პარტნიორია Music Room-ი და ასევე ჩვენი პროექტის ხარდამჭერია კურსი G. დავიწყოთ მაშინ თავიდანვე. პირველი ყოველთვის მაქვს ხოლმე ეგეთი რაღაცა ბავშვობაში გადავდივართ ხოლმე და პირველი მუსიკალური მახსოვრობა შენი რა არის ტრეკი პირველი რომელიც მოვუსმინე და აი ჩაქჩარო ეგ არის მაგრად გაასწორა ეგეთი გააქვს გახსოვს რამე თუ საერთოდ პირველი მუსიკა რომელიც სადაც ვაიდენტიფიცირებდა ახლა მახსოვს არის ლალები დივლი და ლალები რომელიც უკრავდა ჩემს სახლში ფირსაკრავიდან ფირსაკრავზე ფირფიტებზე იყო თუ ბაბინები იყო ფირფიტაზე იყო ეს კონკრეტული იყო სიფრიფანა რაღაცა ცისფერი შენი რო იყო ხო თითქოს რენტგენის იმასავით იყო ხო კი აი მაგაზე იყო ეს ძალიან საინტერესოა კაი მაშინ წამოვყვეთ ახლა უკვე აქეთ და შენი როგორც მუსიკალური პროდიუსერის კარიერა როდის დაიწყო და ვინ იყო პირველი თუ გახსოვს ვისთანაც აი უკვე სრულფასოვანი ალბომი დაიდო პირველი რა საერთოდ. ვიცი რა ახლა რო უყურებ სრულფასოვანი იყო აბსოლუტურად ყველა სრულფასოვანი იყო ყველა ეტაპზე რაღაცა ნაშრომი უბრალოდ დიდი ხნის განმავლობაში ამას სხვანაირად აღვიქვამდი ზედმეტად ვაკრიტიკებდი ვაფასებდი და რაღაცა დისტანცირების შემდეგ აღმოვაჩინე რომ რორთავ ძველ რაღაცებს ვერ ხვდები იმ ცოდნით როგორ გავაკეთებ მაშინ ხო არ მქონდა ბუნებრივია იმ გამოცდილება რომელიც ახლა მაქვს 48 წლის ასაკში 18 წლის ასაკში ეგ არ მქონდა ეგ გამოცდილება და არის რაღაცები რაც ვცადე რომ გამომიჯობესებინა და ვერ გავაუმჯობესე ანუ იმის თქმა მინდა რომ ის იყო რაც უნდა იყოს და ვინ იყო პირველი არტისტები გახსოვს ის თანაც იმუშავე როგორ არა ერთ-ერთი რომლითაც მოვიხიბლე იყო ესეთი ქართული ჯგუფი Green Mama ლაშა თოფურია ნუკრი ყველა არ მახსოვს რა 90-იანებია ეს თუ კიდე უფრო არა ეს უკვე 2000-იანი 2000 მანამდე არ წერდით, უბრალოდ უკრავდით. მე და გიგა მიქაბერიძე და მე ირაკლი ჩარკვიანი. ირაკლიზე მინდოდა ხო მეკითხა როგორი გახსენდება ეგ სამუშაო პროცესი ირაკლისთან. იყო რამით განსხვავებული სხვა არტისტებისგან ირაკლისთან მუშაობა თუ ირაკლი ძალიან რო ეცადა ვერ იქნებოდა ისე რომ არ ყოფილიყო განსხვავებული არა მარტო სხვა არტისტებისგან, არამედ როგორც თვითონ როლი და პერსონაჟი. იყო სამაგალითო ჩემთვის იყო ალბათ ყველაზე საყვარელი მუსიკოსი არა ქართველ მუსიკოსებში არამედ ზოგადად ჩემთვის საუკეთესო მუსიკა იყო მაშინდელი მისი მუსიკა რაც იყო აბსოლუტურად ყველა ტრეკი და მე ჭიშკარი რო გაიღო და ირაკლი რო შემოვიდა ხო დავიცი რა არ შემიძლია რომ გადმოვცე ეს ემოცია სად იყო ხოლმე მაშინ ლაივები სად ქონდათ რა როგორ ცხოვრობდა მაშინდელი მუსიკალური კულტურა საქართველოში სად იყო ლაივები იყო ლაივები ბრაუდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ფილარმონიაშიც კი დამიკრავს ირაკლისთან ერთად ბოტანიკურ ბაღში ვაკის პარკში კიდე იყო ესეთი კლუბი იუარი თამბას ყველას დაუკრავს ეს იყო ლესელიძეზე თემო იყო მაგის ფლობელი გვარი არ მახსოვს ხო რა იყო რა ნუ თუ გინდოდა დაუკრავდი რა ეხა ბოდიში რო ეხა ეგრევე ელაკუსტიქსის და ისეთი არა თქმა უნდა სცენა რო არ იყო მაგრამ ბევრად უფრო კარგი პონტი იყო ჩემი აზრით იმიტომ რომ იქ უნდა დაგეკრა რა ეხლა შეგიძლია რომ რაღაცა ეხა ბევრი მოტყუება არის შესაძლებელი. ტექნოლოგიურ განვითარებას გულისხმობ. კი, და მაშინ უნდა დაგეკრა. უნდა გემღერა. ჩაწერის დროსაც უნდა გემღერა და დაგეკრა. შესაბამისად უფრო რთული იყო
ამ ყველაფრის კეთება ვიდრე ახლა არის. თულზე არ არის რა, ანუ ახლა რაღაც ყველა უკრავს და ყველა ის არის. ძალიან ბევრი მუსიკაა და საინტერესო ცოტა არის აქედან პროცენტულად. მაშინ უფრო მეტი მუსიკა იყო საინტერესო, იმიტომ რომ ვინც თავდადებით მუსიკაში იყო, ისინი უკრავდნენ და ახლა всё კომპიუტერი და ეგრევე მუსიკაა რა. ან კი სწორად მინდა რომ კი არა ვაკნინებ ვინმეს მუსიკას, მაგრამ აი ჩინეთი გაიჩითა ეგრევე. მუსიკალურ მიმართულებაში კი მესმის კი. ცი რა მინდა გითხო, მე ვიცი რომ ისეთ არტისტებთან გაქვს ნამუშევარი, ნუ ქართველია ისიც, მაგრამ ბრიტანეთში მოვაწე ქეთი მელოაზე მინდოდა მეკითხა, ვიცი რომ მის ალბომზე თუ ტრეკზე ცალკე გაქვს ნამუშევარი. როგორ მოხდა ქეთი აქ იქედან, ანუ ბრიტანეთში არ მგონია რომ არ ქონოდა მაგის გაქანება, რომ რატო მოხდა თქვენთან ლენო რეკორდში და რომელ ალბომზე იმუშავეთ, თუ ალბომი იყო? ქეთი პირველ რიგში არის მეგობარი, ეს მნიშვნელოვანია რა. საერთოდ ვისთანაც კარგი ის მაქვს შედეგი. მე მნიშვნელოვანია კავშირი რა. მეგობრობა და რაღაც უსაფრთხოება, მინდობა. ამის გარეშე რთულია რა. შეიძლება ძალიან მაგარ არტისტთან, რომელთანაც არ მაქვს ეს ლინკი. და მე არ მარტო მე ხებსაც ვერ დავდო შედეგი რა. მქონია ურთიერთობა ძალიან სერიოზულ გრემი winning producer-თან და ვერ დავდეთ შედეგი. იმიტომ რომ არ ერთ სიხშირეზე არ ვიყავით. ქეთის შემთხვევაში დამირეკეს და დამიქირავეს, რომ გორში უნდა ჩავსულიყავი რაღაც ჩამეწერაზე არ ვიყავი რაზე. მაშინ ის პერიოდი იყო, რომ რაღაც უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდა ჩემი მომსახურება და ქირავება და უთხარი ძალიან ძვირი, რომ მეზარებოდა გორში. კარგიო მითხრეს. ვა, ნუ რა გაეწყობა, ჩავედი და დახვდა ქეთი. და გორის ქალთაგუნდი. ეს გორის ქალთაგუნდთან რო გააკეთა პროექტი, ამაზეა საუბარი. კი, და იქ რეპეტიციები იყო, თავიდან რეპეტიციების დროს ვიწერდი ამას, შემდეგ ოპერაში გადავიღეთ ეს სიმღერები და ჩავწერეთ შესაბამისად. მერე წინანდლის ფესტივალზე შევხვდა ლიზა ბათიაშვილი და ლიზას უთხარი რომ ჩემთან ჩაწერე ალბომი თქო. კაიო ლიზამ მითხრა და მართლა ჩამოვიდა Deutsche Grammophonით და მთელი ამ არმიით და ნიკარაჭოლის ორკესტრთან ერთად ჯონათან ალენი ებიროუდიდან საერთოდ დაუჯერებელი რაღაც მოხდა, ჩამოვიდნენ და ჩაწერეს ჩემთან ალბომი და ერთ-ერთ ტრეკზე ქეთი მელო ამღერის მანდ. ქეთისაც ხელახლა შევხვდი და ცოტა ხანში ქეთი დაბრუნდა არანაკლები არმიით. ლეო აბრამსი, პალპის გიტარისტი იყო მაგის ესე რა ქვია, სკორ სუპერვაიზერი, არანჟიროვщики. და ხო რა, ქეთის მთელი ალბომის ორკესტრი ჩავწერეთ ჩემთან. ძალიან მაგარი ამბავი ყოფილა და ეგეთ მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა ალბათ მაინც უფრო განსაკუთრებულია, ხო? თუ არის შენი საყვარელი პროექტი გაქვს ეგეთი, რაზეც იმუშავე და ყველაზე კარგად გახსენდება. ეს არის ინოლა ქვია ამ პროექტს. ინოლა გურგულია სიმღერებს, უკრავს ნიკარაჭოლმა გაორკესტრა, უკრავს ეროვნული ორკესტრი. გიორგი ცაგარელია პროექტის ავტორი და მღერიან გიორგი გიგაშვილი, ჯანგო, ანადოი, ლიზა კერესელიძე, ნინი ნუცუბიძე. და ეს ჩაწერეთ რამე გამოიცა რამე სახით, სადაც ფინანსური ან კომერციული თვალსაზრისით იქნებოდა მომგებიანი ან ხელმისაწვდომია ახლა მუსიკის შეძენა. ფირფიტა პოდკასტში შეგიძლიათ, ან რა ვიცი, ლენო რეკორდში შეგიძლიათ შეძენა, პრინციპში 1000 ფირფიტა უკვე თითქმის გაქვს რა, უმოკლეს დროში.
და ხო რა, კი, არის კომერციულად წარმატებული, ყველანაირად წარმატებული და მეც რო ვთავ ცოტა მახსენდება აი ტომი ჯერიში რო ორკესტრი იყო რა და მაშინ ვერ ხვდები, ну მაშინ მარტო ცოცხალი ორკესტრი არსებობდა რა და ესეც არის ცოცხალი ორკესტრი და ყველაფერი ისე რა. ძალიან მაგარი. ფირფიტებზე მინდოდა მეკითხა. ეს ახალი ბუმი, რაც არის ხა ფირფიტებზე. რამდენად რთულია ჩვენი ქართველი არტისტების ფირფიტების გაკეთება, იმიტომ რომ მე ვიცი რომ Mother on Mondays გაქვთ პლენომ გააკეთა, ხო? ხო არ მეშლება რემასტერი. Mother on Mondays გააკეთა სტიამ მემკვიდრეობა ქვია, მე მგონი მაგ პროექტს და ბევრი იქ Georgia Dance Empire, ну ბევრი რაღაცა არის რა. და ესეც მოხდა იქ. მე უბრალოდ გავაციფრულე ბაბინიდან და ციფრულად გამოვეცი და ნასწამ გააკეთა ფირფიტა. ფირფიტები უფრო სტიასია რა, მაგან გაახეთქა ეს რა ქვია. და რამე პირობები არის თუ იცი, შენ აი რომ რაღაც მინიმალური რაღაცა ტირაჟი არის, რაზეც შეგიძლია ეს გამოუშვა თუ რატო ჯდება ძვირი და რატო არის რთული ქართველი არტისტებიც, იმიტომ რომ ყველას არ აქვს ამის ფუფუნება რა. პრინციპში მე რო გითხრათ საერთოდ არ არის რთული და არც ძვირი. ღირს იმდენი რაც ღირს, იმიტომ რომ ის ხომ უნდა დამზადდეს რითიც იბეჭდება რა. ამე განსაკუთრებული ის არ არის ტექნოლოგია. ერთი ფირფიტაც რომ დააბეჭდინო, ეს ბეჭედი რაც ბეჭდავს მე. ეგ დასამზადებელია და მაგის დამზადება ჯდება ძვირი. თითქმის 1000 ევრომდე. დამზადება შემოწმება მე გზავნიან დროში ტესტ პრესი შევამოწმო იქ არტეფაქტებია ფხაკონი ფირფიტის ხმა და შეიძლება ზოგან უხერხულ ადგილას იყოს ეს წკაპი მოხვედრილი მუსიკალურად ზედმეტად სიჩუმეში და ხელახლა იყოს პრეს დასამზადებელი რა და რომ დამზადდება მე რა ვიცი ნორმალური ფასია პრინციპში ხა აქაური მუსიკოსებს უკვე რო უყურებ ისეთი ინსტრუმენტები აქვთ რომ შეუძლია რომ ერთი ინსტრუმენტით ნაკლები კონდეს და ფირფიტაზე გამოსცეს თავის მუსიკა უფრო ფსიქოლოგიური პონტია რა აი როგორც რაღაცა cis პირველად გაკეთება რა. ხო. ეგ არის. ერთხელ რო გააკეთებ, მე არავითარი პრობლემა არ არის. უბრალოდ იხდი თანხას და რაღაც 2-3 თვეში ჩამოვა ფირფიტა და. და თვითონ მუსიკალურ ხარისხში მინდოდა მეკითხა, სულ მაინტერესებს ხოლმე ციფრულს და ანალოგურს შორის. აი, ფირფიტა არის ანალოგური, კომპაქტ დისკი არის ციფრული, ხო? რამდენად არის სხვაობა და ღირს თუ არა ის ხარჯი, რასაც მელომანები ახლა ფირფიტებზე წევთ ხოლმე ჩემი ჩათვლით, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირიანი ჰობი არის რა და რაღაც პონჩი ხარისხს ვატყობ ხოლმე მხოლოდ ძველ ჩანაწერებზე და მგონია რომ ის კლასიკური როკ ბენდები პირდაპირ ანალოგში ფირფიტაზე წერდნენ, ესე არის თუ ვცდები. ეხლანდელი ციფრულში ჩაწერილის ფირფიტაზე ჩაწერას აქვს აზრი? ნახეთ, მნიშვნელოვანია საიდან უსმენ. მე მაგალითად მირჩევნია რომ ფირფიტა დავდო. მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ 5 წუთში ან მაქსიმუმ 15 წუთში უნდა მივიდე და გადმოვატრიალო. და შემოდის აზრი რომ ისეთი არ არის რომ თვითონ ცვალოს და ატრიალოს და მე რო ხვდები რომ ეგეთი აგერ Apple Music-ი რომელიც პირდაპირ ტელეფონით შეგვიძლია რომ დაოტრიგერო მთელი სეკვენსი რომ ძალიან კარგი ხარისხით ჩაირთოს ჩემ სადაც ცხოვრობ იქ. ამის მთელი მუღამი ის არის რომ ხვდები დებ ნემს და ანუ უფრო რიტუალური რიტუალიც არის და ბევრი რაღაცა არის მანდ ახლა ისე მაგკითხვაში ბევრი გძელი პასუხი მაქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს აი როგორ არის ჩაწერილი თავიდან თუ არის მთლიანად ანალოგური ციკლი ანალოგ თუ ანალოგ ანუ გზაში გაციფრულება არასდროს არ ხდება და ისე მიდის ფირფიტისკენ არის ასეთი სერვისიც საქართველოში არ არის ასეთი რაღაცა. მაგრამ მაინც არის გაკეთებადი. შესაძლებელია რომ ანალოგზე ჩაიწეროს ეს თვითონ ბაბინა გაგზავნო და იქედან ისე მოხდება ფირფიტაზე არ გაციფრულდება არსად. არ გაციფრულდება არსად. არის ვარიანტი რომ არ გაციფრულდეს არსად. თვითონ მასტერინგი ხო გაგიგეთ ხო მასტერინგი ყველას. გამარჯობა მასტერინგი. მასტერინგის ციკლში შეიძლება იყოს იქ მაგალითად Voice-ის equalizer-ი, რომელიც უკვე ციფრულია. ესე იგი იმ equalizer-ით რაღაც დამუშავების დროს გაციფრულდება და ისევ გადმოვა ანალოგად, თუმცა ეს ხდება ძალიან მაღალ ხარისხში. მაგრამ მაინც გაციფრულდება. არის ისეთი ციკლი ანალოგური მასტერინგის, სადაც შესაძლებელია რომ საერთოდ არ გაციფრულდეს. გააჩნია რა არის მიზანი. ჩვენ როგორ წერთ ახლა ჩვენ კი ზოგადად თანამედროვე არტისტები ყველა წერს
ყველა წერს ჰიბრიდულად? ჰიბრიდულად არის, ანუ ციფრულად იწერება, ტრაქტი დამუშავების არის ნაწილობრივ ანალოგური, ნაწილობრივ ციფრული. მეც ასე ვწერ, მაქვს ანალოგური კონსოლი და რაღაცა რაც კონსოლიდან მირჩევნია იმ ჟღერადობას კონსოლიდან ვიღებ მიქსერს რო ეძახიან ან პულტს რო ეძახიან. მერე უკვე ციფრულად შეიძლება, აი უფრო რევერბერაცია და ესეთი ფერების შეძენა უფრო ციფრულად. ტემბრალური დამუშავება და დინამიური დამუშავება უფრო ანალოგურად, უფრო ყურისთვის მეგობრულ და სასიამოვნო რაღაცას ადვილად აღწევ. ისე რომ არაფუჭებ რაღაცას. ჟანრებს აქვს მნიშვნელობა, აი რა ჟანრის მუსიკას იწერ, მაგას ანალოგზე ჩაწერ, ციფრულზე ჩაწერ. პირობითად დიდ ისე რაც აი კონტრასტო მაგათად ჰიპ-ჰოპს სხვანაირად შეიძლება წერდე ვიდრე როკს. ორივე შეიძლება რომ ორივეგან აი ნახეთ როგორ ჰიპ-ჰოპ ტრეკიც არის ისეთი რომელსაც ძალიან ანალოგ საუნდი აქვს და არის ისეთი რომელსაც დიჯიტალ საუნდი აქვს. ელექტრონული ტრეკიც კი არის ისეთი რომელიც ძალიან ანალოგ არის. და ამ დროს შეიძლება რაღაცა ინდი ტრეკი იყოს ან ალტერნატიული დიჯიტალ. ისე პირველი სრულფასოვანი კომპიუტერში გაკეთებული ტრეკი არის რიკი მარტინის Living La Vida Loca. ანუ მანდ Pro Tools-ში გაკეთდა რა. მანდ ანალოგური არაფერი. არა ხეთ ეს ალბათ შეიძლება რაღაც ვოკალზე რაღაცა ეკვალაიზერი და მაგრამ Pro Tools-ში ჩაწერეს უკვე რა. უკვე აი ციფრული მაგიტოფონებიდან გადავიდნენ კომპიუტერზე და всё მანდ ეს გაიხსნა ეს მიმართულება და მე დაიწყო ყველა მასობრივად Pro Tools-ში ჩაწერა. ლენოზე მინდა ისე დაუბრუნდე. ბევრ არტისტთან გაქვთ ნამუშევარი და მაინტერესებს რამე თუ გაქვთ ისეთი რაც დაგროვ და არ გამოგიციათ ვინმე არ ვიცი ბევრი ნიკასთან კოჩაროვთან გაქვთ ვიცი ნამუშევარი ბევრი რაღაცა ტრეკებზე კიდევ ვინმე თუ არის ესეთი ვინც დაგროვილია და ელოდება როდის გამოვა და რა გვიშლის ხელს ვედრა მანეთად მართლა რა ვინები არიან მაშინ რომ ვიცოდეთ ვის ველოდოთ სანდრო ბიბიჩის ალბომია ძალიან მაგარი რომელსაც ეგოისტურად მანქანაში რა ძალიან ხშირად ვრთავდა უსმენ ჩემი Google Drive-დან მზად არის ყდიან ყველაფრიანად რაღაც ვიდეოზე მიდის ფიქრი და მსჯელობა უკვე პრინციპში წლებია თორე დამთავრებული ალბომი და არის ძალიან მაგარი ალბომი გამზადებულია და უეჭველი გამოვა ველოდებით ხო რა ანუ ერთ შეიძლება რაღაც მომენტში პროსტა მე მომბეზდეს ლოდინი და უთხრა ბიბიჩ მოდი პროსტა გავუშვათ კლიპის გარეშე რა. ეგ ისე ურთიერთშეთანხმების ამბავია თუ როგორ ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა ხომ მეგობრობთ და ანგარიშს უწევთ ერთმანეთს და მან დაწერა ეს ჯადოსნური მუსიკა და თვითონვე იმღერა ძირითადად მისი ვოკალია. ისე ეს არის ხოლმე პრეროგატივა რომ დააჩქაროს პროცესები თუ ერთობლივად. მე მინდა რომ ახლა და აქ და ამჟამად გამოვცე. ანუ ხვალ გადადება ჩემთვის არ არის. აი მე ახლა 15 დღე ვდებდი ტრეკებს და კი მქონდა დაპირება ერთი თვეო, მაგრამ ბოლოს რაღაც უცებ ამენთო და ვიდეოც გადავიღე და იმან ძალიან ბევრი რესურსი წაიღო. თითქოს ცოტა გამოვიფიტე და ენერგიების აღდგენის გამო მე ყოველ დღე დადება ტრეკები შევწყვიტე. თან რაღაც საქმეც გამოჩნდა, თან ბავშვი. ეს 15 დღე ბავშვით და დღეში ერთი ტრეკის დამთავრება და დადება, ну ბევრი ძველიც იყო მანდ, მაგრამ მაინც ჭირდებოდა რაღაცა რა, გამოქვეყნებას მაინც რაღაც ჭირდება რა. კიდევ ის შეიძლება ველოდოთ ისეც, ვინც უკვე აი რაღაც ეტაპზე მზად არის და ბევრიც აღარ აკლია. ბევრი მანდ არავის არ აკლია, რობი აუთსაიდერის ალბომია ძალიან მაგარი ჩაწერილი და არაფერი არ აკლია, მაგრამ გამოცემა არ არის დაგეგმილი. ჯერჯერობით ისე hold-ზე არის, ხო? ხო რა, ეგ არის ჩაწერილი 2018-ში. ოჰ. ლენომდე. ჯერ კიდე кай ხანი იქნება. ლენომდე და ლენოში რაღაც ცოტა ვოკალები გადავწერეთ და რაღაცეები რა. ბევრი რაღაცა არის ძალიან ბევრი. არ მოწონთ რაღაცა. წვანე ოთახის ალბომია. ეგ უკვე ლენოშია ჩაწერილი მთლიანად და ცოცხლად. რაღაცა ხო არ ვიცი ახალი არაფერი არ არისო თუ რა არ მახსოვს კომენტარი რა მაგრამ ეგეც დაპაუზდა ამ თვითონ ძირითად არტისტების ხრიდან ხდება ხოლმე კი ქათამაძის ვაფშე მაგარი ალბომია აზე არა ვარ არ ვიცი რა უძლური ვარ ნინო თუ მოვა ერე ვკითხავთ რა ხდება თქო რა ქათამაძის ალბომი ჩავწერეთ ლენო რო გარდაიცვალა დასაფლავება და ჩაწერაც კი ერთად მიდიოდა იმიტომ რომ დრამერი იყო ამერიკიდან ჩამოსული და ხო რა ვიცი ხა მეთქი
გავაგრძელოთ ჩაწერა. თორნიკე გველესიანი შემეცვალა, ჩემი პირველი სტუდენტი. ოდესღაც მე სანამ მასში ვიყავი პროცესში, თორნიკე იყო პულტთან და გაგრძელდა ჩაწერა და ჩავწერეთ. ნინო პაპუნაშარიქაძე, ლაშა დეისაძე, მიშო ჯაფარიძე, რომელმაც ასევე დაგტოვა მაგის მერე. ხო და დრამზე არის არ მახსოვს დრამერის სახელი, შავკანიანი ამერიკელი მაგარი დრამერი ძალიან. ამდენი რაღაც ინახება და ჩვენ ვიძახით რომ ქართული მუსიკა და შოუ ბიზნესი არ არის აქტიური თურმე აგერ დევს და როცა გამოვა იქნება ალბათ რაღაცა ბუმი, იმიტომ რომ ქათამაძის ახალი ალბომი ალბათ დიდი მოვლენაა ისევე როგორც სანდრო ახსენე და მაგ სიმღერებს უკრავს ნინო ლაივად ლენო სეშენსიც დაუკრა, მაგრამ ეს სტუდიური ჩანაწერს გულისხმობს და ჩვენთან ისე ჭირს ეს ალბომის სახის მიცემა ყველა თითქოს ძალიან ცოტა არტისტია ვინც აი ესე თავმოყრიათ უფრო სინგლები, EP რაღაცა აქედან შეკრული ტრეკები არის რა და ხო რა ვერ გაიგებ ხა მუსიკა არის ძალიან პირადი რაღაც შეიძლება ჩაწერა იმ წუთას და აღარ უნდა მე არ არის მიზანშეწონილი რომ ვიღაცამ გადაუწყვიტოს რა და ეს ლეიბლის და არტისტის მუშაობას ზუსტად მაგაშია მთელი გამოწვევა რომ მე სულ კონფლიქტი მქონდა არტისტებთან მაშინ ვერ ხვდებოდი და მე მივხვდი რომ თავიანთია და ეს მუსიკა მათი არაცნობიერი სამყაროდან მოდის და ხო რა მათი ტკივილიან, მათი სიხარულია, მათი გაუცნობიერებელი რაღაცა პროგრამებია და შეიძლება უჭირს ჩაწერამდე მივიდა, შეასრულა ჩაწერა, დაუშვათ ლაივად რაღაც ღერის, მაგრამ ამას რო ბეჭედი დაარტყას, რომ ამან ესე იტრიალოს, თქვათ, სტრიმინგ პლატფორმებზე და პირფიტაზე და რაღაცა ცოტა ის არის რა. უჭირს არტისტს გაშვება. ხელის გაშვება უჭირს. თავისია უფრო პირადია და მიჯაჭულია თავის ტრეკზე, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებით ყველა ტრეკი დავწერე ძალიან სერიოზული შინაგანი ბიძგიდან. ემოციური მდგომარეობა მოკლედ. კი, აბა ეხა ისე რომ მოდი დავგეგმავ ეხლა მე კომერციულად გამართულ ტრეკს ჩავწერ, მე არ ვიცი, ეგეთი ტრეკი ვაფშე ამართლებს. და ჟაი განგამ სტაილიც არ მგონია რომ ეგეთი ტრეკია. რაღაცა მოხდა ჩვენ არ ვიცით ეს გარედან შეფასება იმის რომ ეს ტუფტა და ვერ გაიგებ ადამიანს შეგინდა რა ანჯღრევს შეიძლება სიტყვებით არც გადმოიცემა ეგ და აი მუსიკით და სიტყვებით მიახლოებულ რაღაცას ავლენს ტიპი რა თქმა ხოლმე ტრეკს აი რაღაცას რო უსმენ რომ რაღაცის რა თქმა უნდა კივილის გამო არის ან სიხარულის გამო რაღაცა ემოცია არის ტრეკებისაც რაღაცა ფორმულით არის დაწერილი და იცი რომ კომერციულად ის იმუშავებს და შინაგანი არაფერი არ აქვს რა. ეს თანამედროვე პოპ კულტურას ეხება უფრო. ხო და ეგ თქვი რომ კომერციულად რომ იმუშაოს, მნიშვნელოვანია შინაგანი ფაქტორი. ის შინაგანი ტრეკის ენერგია არის გადამწყვეტი რა. რაც მე ვერ გააჩერებ პროსტა მაგას რა. ანუ ეხა მივედით ესე smoothly am შენს ახალ ტრეკთან რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ დაიდო ყველაფერი გააკეთეს შენ თვითონ ხო სიმღერა ტექსტი კლიპიც კი შენი გადაღებულია როგორც კრედიტებში ვნახე სულად მარტომ გააკეთე ეს ტრეკი და გითხარი ამ ტრეკზე რა ხდება ძალიან საინტერესო იყო და ბევრი ელო და საკმაოდ ბევრ განვნახე რომ კარგი შეფასებები ქონდა შენ თვითონ როგორ მიხვედი ამ ტრეკამდე და გაგიჭირდა ეს გამოტანა, იმიტომ რომ ამასაც ეტყობა ის ემოცია, რაც წერისას ქონდა და ამ ტრეკის მისამღერი აი მე და ლეო ვიჭიქით უბრალოდ ოთახში და მოდი დედას დაუწეროთ სიმღერა თქვი რა და კალთაში მეჯდა თუ რაღაცნაირად ერთად ვიყავით უბრალოდ არ მახსოვს. მე მგონი ჯაში კალთაში მეჯდა და თან გიტარა მქონდა და ესე წავიღიღინე ეგ მისამღერი, რაც არის. და ესე ბუნებრივად ამოიღო, მე მუშაობის პროცესი დიდხანს გაგრძელდა თუ? всё, დარჩა ეგრე ეგ მისამღერი იყო, მე
რომ უმღერეთ ადრესაც რა ფიდბექი მიიღე? პირდაპირ დაკონფირმდა თუ? ეს რა მეობა არის ესე მიყავს. ხოდამ. ოკეი. მე არ შევხები ვარ დიდხანს. მე ზმუკში ბახალასთან, კაკაჩაროვთან, მაშინ მეც ვიყავი ისე რა ქვია, რაღაცა co-production-ში, სულიერ მხარდაჭერაში. მან კიდევ ვიმღერე ეს და მე რომ დავიწყე ჩემი ძველი მუსიკის გამოცემა დღეში თითო ტრეკის ხოთაშ ლევან მათითაშვილი არის ჩემი მეგობარი სულიერი ტრენერი ლევანიმ მითხრა რომ ლევანიმ არ ვიცნობდი და დამირეკა და ესე ტელეფონით გავიცანი და მე მალევე შევხვდი რომ შენი ტრეკი მოვისმინე და ძალიან მოეწონა მოკლედ რა და ამის როდის ჩაწერდა რაღაცა რა მანაც მიბიძგა ასე ვთქვათ და მე ამ დღეში ერთი სიმღერის გამოცემის განმავლობაში რომელიღაც დღეს უცებ ბავშვიც ყავდა თან ჩავხდით მანქანაში წავედით სტუდიაში მოვიტანეთ ესეთი კამერები მაქვს მეც გავიტანეთ კამერები დავდეთ წინა დღეს ეს ტექსტზე დავიწყე ფიქრი და მართლა მეზარებოდა ამ ტექსტზე ფიქრი და ეგრეც იწყება ეგ ტექსტი ჩავწერე ეს სპიჩი ძალიან მარტივი არანჟირება იქ რაც კონტრაბასი დრამის რაღაც ლუპია და გიტარის რიფი რავი არაფერი არ არის პრინციპში მუსიკაში და არის ეს spoken word როგორც ტრიკის და მესივე ტექსტზე გაზრდილი ხო არის გავლენა დავწერე ეს ლექსი მეორე დღეს უბრალოდ დავალაგე ეს კამერები და მე და ლეომ გადავიღეთ ნუ ლეომ იმ ხრივ რომ ჩემი შვილია ლეო 5 წლის ხდება ახლა აქ არის დარბი სადღაც იმ ხრივ რომ მან გაუძლო რომ მთელი დღე არ ვეთამაშე მასთან და არ ვაჭამე და იმიტომ რომ ჭირდებოდა რომ არაფერი არ განძრეულიყო და არც დღის შუქი არ შეცვლილიყო და ძალიან მოკლე დრო მქონდა რომ გადამეღოს რა ჩავტეულიყავი და ჟემზე გამოვიდა შე მაგაზეც დამოკიდებული ვიყავი და არც თან არ ვიცოდი დავინჩიში მაგი ლეიერინგის მონტაჟი და ChatGPT-ს ვეკითხებოდი როგორ მონტაჟით შენი ყველაფერი მარტო გაგიკეთე ხო აი სადღაც ალბათ 2 საათზე დავიწყე და 8-ზე დავამთავრე, გადაღებიან, დამონტაჟებიან ყველაფრიანად რა, ესეთი გამოწვევა იყო ეგ. მეზარებოდა ტექსტის დაწერა, გუცბელად ყვები მართლა რაც მოხდა, შვილი მომიკვდა, ცოლი გამექცა, რასაც ვაწყობდი თავზე და მეკცა, დავრეგისტრირდი პიროვნულ ზრდაზე, ჩემმა ყოფილმა დამაჯვა თავზე, მერე მივხვდი რომ მე ვიწევ ამას, ჩართული ტვინი ქმნის ფერთა გამას, დამკვირვებელი წონასწორობას მეც სიყვარულს და ნაკლებ ღორობას ბავშვმა იკითხა დღეს დედა მოვა დროა დასრულდეს ამაზე გლოვა დავიწყეთ ესვის შემზე აღება შედეგის ღმერთზე გადაბარება გადავიღალე ამდენი ძილით გაყინულ წყალში შევდივარ დილით დარჩა კონტროლზე ხელის გაშვება მაინტერესებს ღმერთი რა შვება გამოიღვიძე და იქ შემხვდი სადაც დარჩა ბოლო იმედი გამოიღვიძე და იქ ნახავ შენ სიყვარულს გულში ვინახავ მეორე სტროფში ვიტყვილ ენაზე ვიცოდი აქეთ რომ მიდიოდა ერთხელ დავკარგე წონასწორობა და მერე წლებიც რემლი მდიოდა ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა და გავურბივარ ტკივილს მას მერე ასე მეგონა ალბომს ჩავწერდი ერთი სიმღერაც ვეღარ დავწერე მერე მეგონა კარგად ვიყავი მოულოდნელად მაინც დამერხა ისევ შევედი ახალ თამაში და ნარკოტიკიც ისევ ამეხა რაღაც მომენტში ისე გართულდა აღარ მამშვიდებს ჭამა და სექსი სიამოვნების ძებნა დასრულდა და მეც დავწერე ასეთი ლექსი გამოიღვიძე და იქ შემხვდი სადაც დარჩა ბოლო იმედი გამოიღვიძებ და იქ ნახავ შენ სიყვარულს გულში ვინახავ გამოიღვიძე და იქ შემხვდი
სადაც დარჩა ბოლო იმედი გამოვიღვიძებ და იქნახა შენ სიყვარულს გულში ვინახა მე ვიცი რომ კლიპსაც ეთყობა რაღაც ახალი არ ვიცი ამდენ ახალია მაგრამ იოგასთან ძალიან დაახლოვდი ხო და როდიდან დაიწყო ეგ ამბავი და კლიპშიც არის იქ რაღაცა სცენები სადაც იოგის ელემენტები შევამჩნიე და რა ხდება იოგასთან შენი კავშირი საიდან და მედიტაციასთან უფრო მედიტაციასთან კი ბატონო ეგ კლიპი არის გარდა იმისა რომ რაც მაცვია ის ორთქლის უთოთი დავაუთოვე პრინციპში ზუსტად ის რასაც ვაკეთებ სახლში ჩემი ჩვეულებრივი რუტინაა არაფერია მოგონილი არც ტექსტში სიტყვა არც რასაც კლიპში ვაკეთებ ზუსტად ეგ ადგილია სადაც ვჯდები სამედიტაციოდ სადაც ვმედიტირებ სადაც გამიკეთებია 10 დღიანი მედიტაციაც 10 დღე მედიტაციაში აი მანდ ვიჯექი 10 დღე დილის 4-ზე ვდგებოდი ჯდებოდი მედიტირებდი და საღამოს 10-ზე ვიძინებდი 10 დღე ვაკეთებდი ეგრე ანუ ეგ ბუნებრივი სამედიტაციო ადგილია ზუსტად ეგრე შემოვდივარ და ვჯდები მანდ და მედიტირებ დანარჩენი რაც კლიპში ხდება არის რაც ჩემ თავში ხდება მაგ დროს რომ მედიტირებ დაკრა რაღაცები პონტები რასაც ვლაპარაკობ ეგეც ანუ ფაქტობრივად პროსტა გავაზიარე რა რაღაცა ჩემი გამოცდილება და ვინმე შეიძლება გამოვადგეს აუცილებლად ჯერ როგორც სიმღერა მე როგორც კლიპი კიდე ცალკე мотивация შეიძლება იყოს რთულია ეგრე ცხოვრება აი 10-ზე დაიძინე 6-ზე ადექი ეგ სხვა გადაცემაში გადავდივართ ახლა ეგ რთულია ხო რთული არ არის რა არის რთული ანუ ვინც აფასებს ეგ იმისთვის ყველაფერი რთულია იმიტომ რომ იმას თუ უნდა რთული იქნება რაღაცა და ამ რთულს გამოიწვევს რა თუ უნდა რომ მარტივი თუ ეგეთ ხოძია მაშინ რაღაცა მარტივს გამოიწვევს სინამდვილეში ჩვენ არც ეგ ტიპი ვართ რთული ვისთვისაც არის და არც ვისთვის მასაც მარტივია სულ სხვა რაღაცა ვართ ამის აღმოჩენის პროცესი არის საინტერესო მაგრამ რო აღმოაჩენს ამას ადამიანი მე იქნა უკან გზა აღარ არის всё შესული ხარ უკვე всё შესული კი არა გამოსული გამოსული ხარ და აღარ გამოსული ხარ ხო რა მაგ პროცესზე არის გამოღვიძებას ეძახიან ნუ ძალიან high level არის გასხივოსნება როცა ადამიანი აბსოლუტურად ემიჯნება მის მასში შემავალ და გამავალ ყველა ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებას. ანუ ის ხდება რაღაცა პროსტა ემოცია, აი რაღაც ფოთი, მოვედი ხა კამერების წინ რაღაცას ლაპარაკობ და მოусვენდრობა მაქვს, წუხილი მაქვს, თან აქეთ კომენტატორია ჩართული როგორ ვიტყვი, ხა უნდა დაუკრა, რომელი დამკვრელი მე ვარ, მე ხო არ უკრავ, მაქსიმ ღერისთვის დაუკარი ერთხელ. ხა და 1000 რაღაცა, ამ ყველაფრის ობიექტური ობზერვაცია არის შესაძლებელი. გარედან ძალიან კარგად ჟღერს ხა რო წარმოვიდგინე, არ ვიცი რამდენად შეუძლია ყველას ეგ ვარჯიშია რა, ანუ ვარჯიშობ. შტანგას ახლა ეგრევე მძიმეს ვერ აწევ, მაგრამ თუ ვარჯიშებ, ძალიან სერიოზული წონა შეიძლება უსაფრთხოდ ჩვეულებრივად აწიო. ესეც არის გონების ვარჯიში, მედიტაცია ქვია მაგ ვარჯიში და რა ვიცი. დავუბრუნდეთ მუსიკას, მაშინ ძალიან რო არ წავიდეთ, თუმცა მე ის თემაც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ აქ მუსიკაზე სასაუბროთ ვარ და მინდა შენი ბოლო ტოპ 3 რაღაც არტისტი, ბენდი ან ტრეკი რომ მითხა, რომელიც აი როგორ მოусმინე იცი რომ რაღაცა აღმოჩენასავით არის და მაყურებელს მენას რო გაუზიაროთ რომ იმათმაც ღირდეს გაზიარებათ ისეთი ვინც ბოლოს აღმოჩენ შეგიძლია Apple Music-ს თუ ხმარობ ჩაიხედოთ თუნდაც თუ ისე გახსოვს არ არის აუცილებელი რომ რაღაც ის იყოს ალბომი შეიძლება იყოს ტრეკიც და არტისტიც რა კარგი ერთი არის არტისტს ვიტყვი კი ბატონო 07 07 არ არის ახალი ძველი. ხო, არა, ჩემთვის. ხო, იმაზე ამბობ, მე მგონი სია იყო. კი, აი სიასთან ერთად ალბომი ეგეც მომწონს. ხო, კიდე რაღაც მეორე ალბომია. მოკლედ 07 საინტერესო გადასახადი. კარგია, კი. მინდა ვთქვა, რომ აი Radiohead-ის ფანები არ წყალობენ The Smiles. კი, Smiles project. და მე live-ზეც ვარ ნამყოფი და მავიცი ანუ არ ვიტყოდი რომ Radiohead-ი მირჩევნიან რამე რა მაგარი მუსიკაა და
შინაარსობრივად და ენერგიითაც ძალიან ღრმა. ის უბრალოდ უფრო პოპულარულია და უფრო ძველია. ეს პირიქით ახალი ცნობიერებიდან არის და ისეთი გახსნილია რაღაცეები მაგარია რა. შეიძლება speech bubbles არის ჩემი საყვარელი ტრეკი მაგ ალბომიდან ერთ-ერთი. მეორე შეიძლება Panavision თქვა. უკვე ბატონო, ჩვენი რეკომენდაციები და Radiohead-ის ფანების ის ცოტა მესმის კი, მეც ვარ ხოლმე რაღაც ბენდებზე ეგრე რომ მიჩვეული რომ რაღაცა ძალიან დიდები რო შექმნა, იმის მერე ახალს რო აკეთებს, ცოტა მიჭირს ხოლმე, მაგრამ Smile-ზე არ მქონია ეგ. მშვენივრად წაიღო არანაირი რაღაც ის არ მქონია რომ მაინდა-მაინც უნდა იყოს რაღაც. კარგი რეკომენდაციებია 07-ი გამო. აი Radiohead-ის მუღამი ხო არის რომ იქ რაღაცას გააკეთებს და ტირის საზოგადოება ხო? ამაში უფრო მაგრად არის ეს ამ Smile-ს ტირილი თუ გინდა? ხო, კი, აქ უფრო მძიმეთაც აქვს რაღაცები და მე თითქოს უფრო არაკომერციული პროექტია ესე რომ შეხედო და უფრო ნაღდია. მე მგონია რომ Tom York-ს აი ეს უფრო ევასება თვითონ ვიდრე ის რასაც აკეთებდა რა. იქ ალბათ რაღაც გათვლები მაინც არსებობდა იმაზე რომ ესენი ყოფილიყო დიდი ტრეკები და აქ კიდია რა ბჭყალებში რო ვთქვათ რომ აი პროსტა რაც უსწორდებოდა დაჯდა და ის გააკეთა ეგ ეტყობა ამ Smile-ს ჩემთვის არ ვიცი რამდენად სწორი შეფასება არის რა და ასევე Tom York-ს ჰქონდა DJ სეტი თუ გაქვს ნანახი. DJ სეტი ჩვეულებრივად რაღაცა events-ზე უკრავს რაღაცას ანუ აი ელექტრომუსიკაში მაინდა-მაინც ბოილერზე მე მგონი არ მომისმენია просто დავინახე და ძალიან უცნაური იყო და მაგმუღამში უყურე რა და იქაც კი ეტყობა ეს თავისი რაღაცა განსხვავებულობა რა ანუ ელექტრომუსიკაში ჩემთვის ვერც დასაწყის ხვდები ვერც დასასრულს აი ისე ჩაივლის შეიძლება 3 საათიანი სეტი რომ ვერ მიხვდეს ადროდის რა ტრეკი გადავიდა აქ ყველა ტრეკს რაღაცა ქონდა რა და Smile-იც შვენიერი რეკომენდაცია. აი მივედით ისევ პატარა თამაშები გვაქვს ხოლმე და ეხლა უნდა გამოგაცნობინო შენი დამიქსული სიმღერები, ოღონდ დარევერსებული არის რა. და რამდენად დარწმუნებული ვარ რომ ყველას გამოიცნობ. არ ვიცი. რამდენჯერ უსმენ ხოლმე თითო ტრეკს აი უხეშად მიქსინგის დროს აი ერთი ტრეკი ყველაზე ბევრი რამდენჯერ შეიძლება კონდეს მოსმენილი. გააჩნია რომელ ეპოქაში აი ეხლა თუნდაც ბოლო. ახლა ცოტაზე. ახლა ადრე რო 10 დღეს ვანდომებდი, ახლა 1 დღეში ვამთავრებ. 1 დღეშიც არა, 1 მისვლაში. და რამდენია ხოლმე აი უხეშად რო ვთქვათ, რომ საორიენტაციოდ ჯამში რამდენჯერ გაქვს მოსმენილი ერთი ტრეკი და მიქსვის დროს. ადრე ბევრს უსმენდი და ნახევარს მე მიქსავდი და ნახევარს აქეთ მიქსავდა ის ტრეკი ბევრი მოსმენის შედეგად ვადაპტირდებოდი მასზე და მეგიყო ჩემი შეცდომა. ახლა ახალ ტრეკს რომ მომცემენ და სამიქსად დილით დასვენებული არაფერი არ მომისმენი აბსოლუტურად განეიტრალებული დარესეტებული ყურით უსმენ ერთხელ შეიძლება ბოლომდეც არ მოვისმინო თუ მივხვდი რომ ეს მეორდება შიგნით რაღაცები ეკონომიას ვაკეთებ მოსმენის ძალიან ცოტას უსმენ და ძალიან ბევრ რაღაცას ვცული შიგნით. ფაქტობრივად უკვე რომ მოვიყვან იმ საუნდზე, რომელშიც მე ვხედავ რომ სრულყოფილია, მერე უსმენ თავიდან ბოლომდე და თან ამას ვამიქსდაუნებ. ანუ ეგ ვერსიაც მუდმივად რჩება როგორც პირველი აუთი. პირველი მიქსი ასე ვთქვათ რა. ძალიან ეკონომიურად უსმენ. აქ მაგას ისე გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ბევრჯერ უსმენ გეცვლება იმ ტრეკის როგორც სიტყვას რო იმეორებ და გავიწყდება მნიშვნელობა დაახლოებით ეგეთ შედარება შეიძლება რომ ბევრჯერ მოусმინე და უფრო მეტი რაღაც შეცვლილება მოგინდა და შეიძლება არ იყოს სწორი. პირველად ხო? აი ანეკდოტი მახსენდება მიყვარს ეგ ანეკდოტის უყვები ხოლმე. კამიკაძე ატარებს გაკვეთილს და ეუბნება სტუდენტებს რომ კარგად დააკვირდით, იმიტომ რომ ერთხელ გავაკეთებ. ხო, აი პონტია. რაღაცას პირველად ცხოვრებაში ერთხელ შეგიძლია მოусმინო. და რაღაცას პირველად იმ დღეს ასევე ერთხელ შეგიძლია მოусმინო იმ დღეს. მეორე დღეში გამოძინება გჭირდება და განეიტრალება, თან მთელი დღე თუ მაგ ტრეკს უსმინე ეგ აღარ არის, ხა? ხვდები? აი ნეიტრალური მოსმენის წამები გაქვს. იმ წამებში ტვინი იძლევა გამოცდილი პროდიუსერის ტვინი მადლობა. რატო წუხდებ? იძლევა რეცეპტს რა შეუძლია რომ გამომჯობესოს და ეს შეიძლება იყოს როგორც არაფერი, ისე ყველაფერი ამ ტრეკში. ზოგჯერ არის რომ
მომიტანენ რომ აი გვაჯი მხელი დაადოს და არაფრის შესვლა არ მინდა უკვე მაგარია ხო არ გავაფუჭებ don't fix what's not broken არის პირველი წესი კიდე აი ლიზა ბათიაშვილის ხმის რეჟისორმა ჯონათან ალენმა რომელსაც La La Land და ეგეთი პროექტები გაკეთებული მითხრა our job is not to get in the way ანუ ჩვენი საქმე არის რომ არ გავეჭხიროთ გზაში სმენელს და პროდუქტ შორის ის რომ უსმენს ინჟინერი და ინჟინერმა რა იჩალიჩა ის კი აღიქვას ტრეკიდან არამედ თვითონ მუსიკა ისტორია მიიღოს ეგეთი ტრეკი გახსენდება ქართული ვინც მოვიდა და აი არაფერი არ უნდა პირდაპირ შეგიძლია დაადო თუ როგორ არაერთი ყველაზე ისეთი არტისტი ვინ არის ხარ თქვენთან ლენო რეკორდში ვინც აღარ არიან ჩემთან არის მარტო ახლა ლეიბლზე მარტო ლაუდსპიკერსია ლუას ალბომი ჩავწერეთ და გამოვა ახლა რამოდენიმე დღეში ჩავწერეთ და დავმიქსეთ აი ლუას ახალ ალბომზეც ლუაც მოსაყვანი გყავს შენიერი ხო ლუა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და უფრო ის იყო რა ქვია მეგობრობა და მუსიკა ერთად გასაგები ძალიან კაი საინტერესო ამბებია მაშინ გადავიდეთ თამაშზე გამოიცანი მელოდია კი ოღონდ დარევერსებული არის და ეჭვი მაქრო ძალიან ადვილად გამოიცნობ იმიტომ რომ ერთ თულები ვერ შევარჩიე მაინც კაი დავიწყოთ პირველი ტრეკი მოკო ეს არის მოკოს Soulful Society ძალიან ადვილი წაიყო არ ვიცი მარკო არ მითამაშიები კარგი ახლა პირველად ნახავთ ეს იყო მოკუმოკუზე სულ მახსენდება ძალიან მაგარი ისტორია გადამხდა და ყველას უყვები ხოლმე ჯერ არ გყოლია სტუმრად მაგრამ ვინც ახსენა მოკუმოკუ პოლონეთში ვიყავი და ჩემი ჰობი არის ფირფიტების მაღაზიაში ბოდიალი ხოლმე და ერთ-ერთ ფირფიტების მაღაზიაში შევედი და საიდან ხარ რაღაცები დაველაპარაკეთ საქართველოს და ეხა მომიცადეო და გავარდა და მომიტანა მოკუმოკუს ფირფიტა რა ესო არისო ჩემი ბოლო აღმოჩენაო რაც მუსიკაში გამიკეთებიაო რა იმიტომ რომ ამ ჟანრსო ჯაზი და ჰიპ-ჰოპი არის იდეაში რა ესე მაგრამ თუ თანამედროვე ბენდი არ მინახავსო და ეხა უნდა გაჩუქო ეს ფირფიტა მეთქი არა მოიცა იყიდება თქვენთან არ ვიცი როგორ ხდება აქედან იქ ფირფიტები ესე ჩვეულებრივად ისინი ითხოვენ ჩვენ გაგვაქვს თუ რა პროცესი არის ეგ მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ ქართული ბენდის ჩემი პირველი ფირფიტა ეგ ხო თქვენი გაკეთებულია ფირფიტაც და ჩემი გაკეთებულია ყველაფერი ფირფიტაზე დაბეჭდვა ახლა დაბეჭდა გერმანიაში კომპანია მაგრამ დანარჩენი მასტერინგი ჩაწერა მიქსინგი ყველაფერი ეგ ალბომი მაგ ალბომში იყო ორჯერ მეტი ტრეკები კიდე ანუ ორჯერ მეტი კი არა კიდე ორი მაგდენი გადაის არის რის მიხედვით გაიფილტრა რა ვიცი ჯეი რის მიხედვით გაფილტრა ხომ მოუყევი ანუ ვერ გაიგებ არტისტის მიერ გაიფილტრა ხო და ასეთი ამბავი იყო პოლონეთში და ძალიან გამიხარდა თან მე ისეთ ფირფიტებს ვეძებდი რომ მე ძალიან დამცინა ესეთი ბენდი ყავსო და შენ რეებს უსმენო ამ ყიდველმა მე ძალიან ხშირად ვდებ მაგ ფირფიტას და უსმენ ისე რომ გდის რაღაცა რა ჩვეულებრივად არა მარტო ქართულ რეალობაში ისედაც ძალიან იშვიათი არის ჯაზის და მადლობა მიხარია რომ მოწონთ კი ძალიან გამიხარდა მეც და შემდეგზე გადავიდეთ კიდევ უფრო ადვილი იქნება ალბათ აგარი მერკურის აღარ სიტყვი ხო პირდაპირ სწორი ვერსია გაუშვა ჯობია ჯელიფიშია კაი თამაში ყოფილა ძალიან მოგითხარი ადვილად ჯენგასავით არის რა რაღაც უმარტივესი თამაში არის მით უმეტეს თუ შენი დამიქსულია ხო ყველა ტრეკი კარგი შემდეგი ამ ჯელიფიშს შემიძლია რომ მოუყვე რა ჯელიფიშს რეპეტიციობდნენ უფრო სწორედ წერდნენ ამ ტრეკს და რაღაც მომენტში შევედი ვთქვი ეს რა არის და აი ახალ ტრეკს წერო და ერთი წამი სტოპ და არა მოკლედ ეგრევე გადავიღეთ რა არ ყოფილა ამის დახვეწა რაღაცამდე მიყვანა ისა კამერები მივდგით
ჩავწერეთ დაჟე აქეთ სტუდიის პულტით არ ჩამიწერე. იქვე სარეპეტიციო რაღაცით ჩავწერე და თან გადავიღე და რაღაც მივამონტაჟე მე თვითონ Raw materialია ეხლა რასაც უსმენთ. raw არის ეგ რა. მე მგონი უბრალოდ წავიდნენ და რაღაცა ცვია ტანსაცმელი მოიტანეს. მე მგონი როგორც მახსოვს, ეხლა ეგრეთ ჩაცმული არ მოვიდოდნენ რეპეტიციაზე. ესე იგი წავიდნენ, ტანსაცმელი მოიტანეს და ჩავწერეთ და ეგ არის, ეგ მევასება მე რა. რაღაც დაგეგმვა და 30 დღიანი შუთინგი და 3 წელიწადში გამოძა არაა ჩემთვის საინტერესო. და კარგია რომ ახლა არტისტი მაგაზე მოყვება ალბათ დიდი. ხშირად არ მოყვება ის, просто უცებს ანა მასზე მოვა, უნდა აჩვენო, რომ ძად არის და ვსე. კარგი, შემდეგი ტრეკი რომელიც მე არ ვიცოდი რომ შენი დამიქსული იყო და იმედია რომ არის გვეშლება. ეს ქათამაძე იყო? არ შეგვეშალა ხოს შენი დამიქსული ეს? და ეს ტრეკი ეს არ ვიცოდი ეს მართლა და გამიხარ. ქათამაძე არის ჩემი პირველი სერიოზული პროექტი, რომელიც გაბაზრდა, რომ არავინ ვიღაც გვაჯი დამიქსა. ნინოც არ იყო მაშინ პოპულარული და ცნობილი იმის მეასედიდადაც კი როგორც ახლა არის მთელი პლანეტის მასშტაბით. ანუ არავინ არ ვიყავით რა. ეხლა მე ვჩალიჩობ რომ ისევ არავინ გავხდე. მაგრამ ნუ მოკლედ შემაწუხებელი გახდა ხო? ნინო რო გავაკეთე, მაგან მოიყვანა ძალიან ბევრი სხვა არტისტი და ბევრი სხვა მუსიკოსი და ასევე თამასა აწია. ანუ რეალურად აიწია ჰონორარის თქმა უნდა. სტაუკამ. კარგი და ბოლო ძალიან ის არის ხა. მე მგონი ეს ყველაზე ადვილი იქნება, მაგრამ უნდა გამეკეთები და სხვა გზა არ იყო. კაი. მაგას დაუკრავ. ხო, კარგი, ბოლო ტრეკი ძალიან ის იყო. ხა ყველა მიხვდებოდა, რომ შენ ტრეკზე არის საუბარი, გამოვიდოდა. აი ესეთი ადვილი და ესეთი თამაში იყო, რომელსაც ძალიან ხიარული თამაში, მაგრამ არაფრის. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის, ამ ძალიან საინტერესო გადაცემისთვის და ამბებისთვის, რაც არ ვიცოდით. იმედია რომ მაყურებლებმაც და მსმენელებმაც ბევრი რაღაცა გაიგეს ახალი. ჩემსავით კარგი რჩევები იყო, განსაკუთრებით 07-ი გამიხარდა, რომ ძველი რაღაცა ამომიტივტივდა და მეც ახლიდან მოусმენ მაგ ჯგუფს. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი მხარდამჭერია კურსიჯი და ჩვენი მუსიკალური პარტნიორია Music Room-ი. კარგად იყავით, მადლობა. თქვენს მადლობა, ნახვამდის.